და ძალიან ბედნიერი რომ აი ესე გადასულ დარბაზს ხედავ და ახალგაზრდობა არის უმეტესად ეს ძალიან კეთილი და კარგი ნიშანია ქართული სიტყვის სიცოცხლისთვის. დღეს ნამდვილად ძალიან სერიოზული ზეიმი ამ რეგიონში მე ვიტყოდი კონკრეტულად ამ სოფელში, რომელიც აი ესე ვულკანურად დასახლებულია მართლაც ბრწყინვალე მელექსეებით. მე ვიტყოდი რომ ერთი სახელიც ეყოფოდა თედებს და ორი სახელიც არხილოს გალოდან თუნდაც იოსებ ბაიაშვილის და ივანე ციკლაურის სახელით იმ ორი სახელით თუნდაც რომლითაც სამუდმოდ სამახსოვრო გახდა 79 წლის 14 აპრილს ჩატარებული პირველი გრანდიოზული ხალხური პოეზიის საყვი. ალაზნის ველნი დაგლოცვენ გულს წვიმას მოგაყრიანო მანამ გაცოცხლოს დგამჩენმა სანამ ცასნამის დიანო სანამ გერგეთს ყინულნი სრულად არ დადდებიანო იშვენი მამა პაპანი სანამ არ ადგებიანო. აი ესე უმღეროდა არა მარტო იოსებ ბაიაშვილი ყველა თვითონ გამოსახლებული მელექსეები რომლებსაც ბედისწერა მარღვინა რომ შირაქში ეცხოვრათ. გვინდოდა რომ ეს მელექსეები მოგვეკონებინა და არა მარტო მოგვეკონებინა გაგვეცნო ხალხისთვის ის სახალხო მთქმელები რომლებიც წლებია უქმაცხედან. იდეის ავტორი მე თვითონ ვარ და კულტურისა და სპორტის ცენტრი არის ამ საღამოს ორგანიზატორი სოფლის რწმუნებულებთან ერთად. მადლობთ ვახუშტი საქვეყნოდ რომ გაგვიხარებულია ჩვენის ნიჭით და უნარით ყველა ხომ საგანძურია შენეს სიმდიდრე მოჰკრიფე და აგვიმაღლე სულია გამაამჟღავნე ჟამთაგან რაც იყო და